მოგესალმებით. წარმოგიდგენთ პატარა სამუშაოს ანგარიშს, რომელიც არის დაკავშირებული ძალიან დიდ მნიშვნელოვან ძეგლთან და პრობლემასთან, როგორც სამეცნიერო პრობლემასთან, ისე რადგანაც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ეგიდით გამართულ კონფერენციაზე, სესიაზე გამოვდივარ. უნდა ვახსენოთ, რომ ეს არის ნაქალაქარის იმ ადგილზე, ნეკრესის ნაქალაქარის იმ მეტად მნიშვნელოვან ძეგლთან ახლოს უშუალო სიახლოვეს, რომელიც არის დოლოჭობის ბაზილიკა. ესე კიდევ ერთხელ წარმოვიდგინოთ ნეკრესი, ნეკრესის ნაქალაქარი ყველა მიცით. ნეკრესის ნაქალაქარის სიტუაციური გეგმა, ეს გახლავთ, ეს უბანი, დოლოჭობის უბანი და სწორედ იქვე ეს ძეგლიც, რომელზეც ჩვენ გვინდა მინდა გესაუბროთ, დგას ამ დიდი საქართველოში, ჯერჯერობით აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი და ყველაზე ძველი, რაც კი არქეოლოგიური კვლევითაა გამოვლენილი, ჯერჯერობით სრულად ბაზილიკის გვერდზე. ესე იგი, უმნიშვნელოვანესი დიდი მეტად ეკონომიკურად, პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ქალაქის ნეკრესის მთავარ ტაძართან, საკათედრო ტაძართან, რომელიც მე-5 საუკუნის მიგზნით თარიღდება და კიდევ ზედად დგას მე-4 საუკუნის ტაძარზე. ანუ უმნიშვნელოვანესი ძეგლი შეგახსენეთ, აქ ახალგაზრდებიც არიან და იმიტომ უმეტესობა თქვენთაგანმა იცის. და ეს უმნიშვნელოვანესი ძეგლი, რომელსაც საქართველოს დაუბრუნდით ისევ საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ ჩატარებულ კვლევებს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ აღმოჩენილის ამ უკვე გავიდა იმის შემდეგ 15 წელი ამ დიდებულ კომპლექსს და რომელიც შეწყვეტილია მასზე მუშაობა ამ მდგომარეობის გამო, გაჩვენებთ ახლა ყველაფერს ვერ იმასვდამთ, რომ იტბორება ესა უკვე რამდენიმე წელია შეჩერებული გვაქვს მუშაობა, რაღაც ძალიან მოჯადოებულ წრეშია ჩავარდნილი ეს უდიდესი ძეგლი, იმიტომ რომ სწორედ მაშინ როცა აღმოჩნდა გაიყვანეს იქითკენ რაღაც ხელოვნური ხარხი, კუსტარული, რომ აევსოთ წყალსაცავი და ჯიუტად არ უნდათ რამდენიმე წელია გადატანა სხვაგან და იცის საქმის კურსში არიან ყველა, მეტი რა გითხრათ, ჩადის ხოლმე მინისტრები, გუბერნატორები, პარლამენტის წევრები, ყველა საქმის კურსშია, მაგრამ საქმე წინ არ მიდის. აქედან გამომდინარე, ახლა თქვენ ხედავთ, აქ როგორ არის შესული, შეჭრილი ამ ძეგლზე დოლოჭობის მიდამოებში, როგორ არის ეს წყლის დინება, რომელიც აქ სულ არ უნდა იყოს ეს წყალი, მაგრამ ესე კუსტარულად არის გადაგდებული დამბის უკან და იტბორება ეს და ეს შავ დღეშია. მაგრამ ეს არ გვიშლის ხელს, ამდენიმე წელია გაჩერებული ვართ ამ ძეგლის მიმართებაში, რა თქმა უნდა, ისაღმერც უნდა გაგვაჩეროს, მაგრამ თვითონ დოლოჭობის მიმართებაში და სამაგიეროდ ისე მოხდა, რომ იქვე ახლოს, თქვენ ხედავთ
მონიშნული არის წითელი ნიშნით. აი აქ ახლოს აღმოჩნდა ერთი სრულიად შემთხვევით, ესე როგორც წერია, შემთხვევით გამოვლინდა ადგილობრივებმა გვაჩვენეს, რომ გამოთხრილი იყო მიწა და ჩანდა ისეთი პატარა რაღაც თაღიანი სათავსი. იქ ადგილობრივი მასხათა შორის ჩაერია, ადგილობრივი სათემო ორგანიზაცია, აგერ დადგა კიდეც საჩვენებელი ბოგირიო, რომ რაღაც ამ სათემო ორგანიზაციას ქვია და საქმეს არ გაეკაროთო, დასულია სახელმწიფოსგანო, ახლა ტიტული არ აქვს მინიჭებული სხვათა შორის ჯერ კიდევ ალბათ მიენიჭება, ძეგლი არის, ყოველ შემთხვევაში გაფრთხილება იყო და ჩვენ შეგვატყობინეს. ჩვენ კიდევ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის საინტერესოა, იმიტომ რომ აშკარად ჩანდა რაღაც თაღი გადადიოდა, ჩვენ ქურა თავიდანვე ვთქვით, რომ ეს ღუმელი გამოსაწვავი რაღაც სამეურნეო, მაგრამ აუცილებლად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამ უბანში ჩვენ მხოლოდ ისა გვაქვს აღმოჩენილი აი ეს ბაზილიკა და მასთან ამ საკულტო კომპლექსთან დაკავშირებული მხოლოდ ნაგებობები და პირველად იყო ესეთი ამ ქალაქის ამ უბანში ბუნებრივია საკათედრო ტაძარი ქალაქის ერთ-ერთ ნეკრესის ერთ-ერთ უბანის ცენტრალურ უბანში დგას და ბუნებრივია იმ უბანის გარშემო ვიცით რომ არის უამრავი დასახლარები თვითონ ამ ეკლესიის გარშემო და აი ეს რომ გამოჩნდა სამეურნეო უბანი ჩვენთვის მართლა საინტერესო იყო დაგვჭირდა დახმარება ფინანსური და აი ამ იმან გვიშველა თვითონ დოლოჭოპის დიდი ბაზილიკის პოპულარობამ გვიშველა იქ სწორედ ჩაუმბრძანებული გახდნენ ჰანიվել ცემენტრის დიდი კორპორაციის თანამშრომლები ექსკურსიაზე როგორც ყველა მათ ეს მდინარე ძალიან ცუდი მდგომარეობა ეკიციან გადალახეს რაღაც მანქანებით გაზილებებული მრავალხიდიანი და რაღაც ასე შემდეგ როგორც ყოველთვის ექსკურსიელები როგორც ადგილობრივების ისე უცხოელების იქ ჩამოდიან ხოლმე დიდი პრობლემაა ხოლმე გადალახეს ეს დურუჯი მდინარე და მოვიდნენ ჩვენთან და სწორედ ამ დროს ვაჩვენეთ ესა და ისინი მიხვდნენ რომ გარდა იმისა რომ დახმარება ჭირდებაო ამ თვითონ რა თქმა უნდა გამოთქვეს წუხილი ძეგლის მდგომარეობის გამო დოლოჭოპის რას იტბორება და ასე მდგომარეობაშია და უკვე ავარიულისა ნელ-ნელ ლამაზობაში გადახრას იწყებს ამის გარდა თქვენს რომ ეს კიდევ საერთოდ ჩვენ პროფილით არის რომ იმიტომ რომ აი ქურები და საშენი მასალები აი ამ ჰანიվել ცემენტის პროფილია მათი ამ კომპანიის და გამოგვიყვეს მცირედი თანხა რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ მათ ამის საშუალებით მოხერხდა შარშან აი ამ სამუშაოების ჩატარება. დავიწყეთ ერთი სიტყვით ძალიან ისეთი ძეგლი არის პატარა ლოკალური, მაგრამ დაჭირდა მაინც რა თქმა უნდა მთელი რიგი სამუშაოები ადგილობრივი მუშახელით ნელა გამოჩენა დაიწყო და აღმოჩნდა რომ აგურით და ალიზით გამოყვანილი ორ განყოფილებიანი ქურა, ღუმელი როგორც გინდა ისე უწოდოთ, აი პირდაპირ გაჩვენებთ რომ ძალიან ახლა აღარ შეგაწყინოთ თავი, პირდაპირ გაჩვენებთ ამის აგებულებას, აღნაგობას, ჩვენი არ გამართლდა ჩვენი თავდაპირველი მოლოდინი რომ ეს კერამიკის გამოსაწვავი ქურა იქნებოდა ხო ეს აღმოჩნდა სწორედ ეთყობა იმიტომ რომ გვაფინანსებდა სწორედ ეს კომპანია რომელიც ცემენტს აწარმოებს და სწორედ ზუსტად დაემთხვა და აღმოჩნდა კირის გამოსაწვავი ღუმელი თან მუშა მდგომარეობაში იცით აი ქვემო განყოფილება ცეცხლის დასანთები ზემოთ კიდევ აი კედლები ამოყვანილი ალიზის კედლები და სავსე იყო კირქვის ზოდებით იმ დონეზე დამტრეული როგორც ხდება ხოლმე კირის გამოწვის დროს ახლა რა თქმა უნდა ჩვენ გადავხედეთ ტექნოლოგიებს როგორ ხდებოდა ისტორიულად რომაულ ტექნოლოგიებს სასანური ეპოქის მეებს ასეთ მგზავს ანალოგებს და ვიპოვეთ ბევრი გზავსი და თუ აღმოვაჩინეთ რომ თურმე ეს ტექნოლოგიურად აი ღუმელის აგებულება საკმაოდ გავს აი როგორც რაღაც უკავშირდება რომაულსაც, მაგრამ უფრო სასანურ ტექნოლოგიებს. ახლა რომაულები არის კიდევ როგორც ალბათ შეიძლება ზოგ თქვენთაგან მაიცის წრიული ფორმისებიც არის ხოლმე, მაგრამ არის ყოფილა კიდეც აი ესეთი მართკუთხა ფორმისას, მაგრამ უფრო ხშირად აი სასანურ სამყაროში კიდევ ადრეულში, ანუ ჩვენ მე ვლაპარაკობ გვიანდიკურ ხანასა და ადრეულ შუა საუკუნეებში სწორედ აი ესეთი
ტიპის კირის გამოსაწვევები ყოფილა და აი ეს ჩვენ გაგვიმართლა, იმიტომ რომ ვიპოვეთ უკვე აი ავსებული არის საშუალო ასე იგი ხედავთ თქვენ რომ კედლები ამოყვანილი არის, შიგნით ჩაწყობილია მასალა და მზად იყო გამოსაწვევად, არ ვიცი, შეშა უკვე შელაგებული იყო თუ არა და იმ დროს მოხდა რაღაც კატასტროფა, შეჩერდა და ამის ციკლი და ესე შემოგვჭა, შემდეგ სახურავი ჩამოინგრა, მაგრამ ესე ძირითადი корпуსი ამ ზედა კამერისა დარჩა სავსე ქვებით და ესე მოაღწია ჩვენამდე. ნუ შიგნით რა თქმა უნდა იყო ნაცარიც, იყო ცეცხლის ნაშთიც, ეს ყველაფერი აღებული გვაქვს ჩვენ, რა თქმა უნდა რადიოკარბონზე ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ისე იგივე კომპანია დაგვირდა და უახლოეს ხანში ალბათ გვექნება შედეგები და შემოწმდება. ესე იგი, ეს მათ პირდაპირ ვიტყვით ახლა, იმიტომ კი არა რომ მათ ისედაც გაგვიმართეს ხელი და შემდეგაც, მაგრამ უბრალოდ მათ ინტერესებში შედის, ეს არის ისტორია ცემენტის წარმოებისა საქართველოს. ცემენტია, თქვენ კარგად იცით, კალციუმ CO2-ის გარდაქმნით და წვით და კარბონიზაციით მიღებულია ორივე პროდუქტი, განსხვავებულია უბრალოდ ცემენტი იმით, რომ უფრო მაღალი ტექნოლოგიური ახალი დანამატებით ხდება მისი გამდიდრება და დაწნევით და ასე შემდეგ. მაგათ ქიმიურ ფორმულებს ახლა ჩვენ ვერ ჩამოვყვებით, მაგრამ ვიცით, რომ ეს არის ორივე საფუძველი უდრებს ეს კირქვა, რომელიც გამოიწვება ხოლმე და შემდეგ გამოწვის შემდეგ 800 გრადუსზე შემდეგ მერე გაცივდება ხოლმე და მათ წყლით იმაშებიან, ამუშავებენ ჰაშორი ოს დასახმარებით, აი იმაში შედის რეაქციაში და ვიღებთ ხოლმე აი სწორედ კირის ხსნარს, რომელიც შემდეგ კირის დუღაბი მზადდება. ხო და აი ეს აქ არ ყოფილა დაწყებული, დაშლილი არ ყოფილა ჯერ ეტყობა, სწორედ აპირებდნენ ეს რომ ჩაუწყიათ და ძალიან საინტერესოა ახლა შემდეგსაც გაჩვენებთ, ხო, ეხლა აღნაგობას კამერისას გაჩვენებთ, რომ რამდენიმე აგურის თაღისგან შედგება, ეს არის სტაციონალური, რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე კი არ აკეთებდნენ. აქ ამოყვანილი იყო ძირითადად აი ქვედა კამერა მაინც და ზემოთ რომ დაალაგებდნენ ხოლმე, ჩააწყობდნენ იმ კირის ქვებს, შემდეგ აქედან შეანთებდნენ ხოლმე და სამი წყვილი თაღი გადადის. მე ნახაზებზე გაჩვენებთ და შუაში არის, რა თქმა უნდა, დატვებული საჰაერო ღიობები, რომლითაც ეს ჰაერი უნდა შესულიყო ზედა კამერაში და დამწვარიყო ეს კირი. აი ეს ნახაზზე ხედავთ თქვენ, ეს გეგმა არის მარცხენა მხარეს, როგორი არის ეს წინ რაღაც კიდევ შეერილები აქვს დაბალი, რომელიც მისი აქ ნახშირის და ნაცრის გამოსაყრელად იყო და ჭრილებზე ხედავთ თქვენ აგურით ამოყვანილი ამ თაღებს, რომელიც ეს კიდევ არის ეს ჭრილი, ქვედა 1-1 ასე გაჭრილი, იქითკენ იღურება და აი ესეთი ჭრილი, 2-2 ჭრილი ჩანს რომ მეტად საინტერესო და გოხდა ნაგებობა საკმაოდ კარგად შემორჩენილი. ჩვენ გვაქვს სხვა დანარჩენებიც. არა, პირდაპირ გითხრათ, საქართველოში ადრეული შუა საუკუნეებისა არა გვაქვს ესეთი კირის გამოსაწვევი ღუმელი. მე არ მაგონდება, თუ ვინმეს გაგონდებათ, შეგიძლიათ მითხრათ, რა თქმა უნდა, კირის გამოსაწვევები იყო ყველგან, აგერ ბატონო ორმოში იყო ესა, დავაბრუნებთ უგნებავთ? აი, ეს ჩაჭრილია, ორმოში კი არ წავდა, ისე გააგეს არის, შუა საუკუნეებში განვითარებულში გახდა გამარტივებული. კი ბატონო. ხო. შუა საუკუნეებში შემდეგ გამარტივდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს როგორც გამოჩნდა, არის, აი ახლა გიჩვენებთ, უნდა დაუბრუნდე კიდევ, აი ხედავთ ეს სამარხებს. ეს არის გარშემო, ეს არის ქვაყუთები, რომლებიც სამაროვანი მოუწყვიათ ამაზე. იცით? განვითარებული შუა საუკუნეების სამაროვანი მოუწყვიათ ამაზე და ესე იგი ამ დროს უკვე როგორც ჩანს, ეს იყო უკვე ქალაქის დროინდელი, ნეკრესის ქალაქობის დროინდელი, სადღაც მერვე საუკუნემდე, როდესაც შეწყვიტა ნეკრესმა ასა ქალაქობა და
აი მაშინ უკვე ამ ადგილებში დაიწყეს უკვე ეს ჩანგრეული იყო და გარშემო მიცვალებულების დამარხვა დაიწყეს და ზედამასაც მომდგარი აქვს რამდენიმე მხოლოდ ორის მცირე ამ ექსტრემალურ ვითარებაში გადარჩენილში მხოლოდ ორი სამარხის გახსნა მოვასწარეთ, მაგრამ გასაგებია რომ ეს სამარხები არის განვითარებული შუა საუკუნეების და ეხლა გეტყვით ამას გაჩვენებთ აი ნახა მაგალითისთვის მომყავს აქ არის ეს არის რომაული აი ესეთი ანალოგიური ამოყვანილი რამდენი სამთაღიანი როგორც ზუსტად როგორც აქ არის აი ესეთი გამოსაწვავი ქვედა კამერა ესეც არის ინგლისში აღმოჩენილი ასეთივე რომაული ტიპის ისინი არის კამერები კარიერის სამოსაწვავი და აი აღნაგობისთვის გიჩვენებთ დღევანდელ რომელიც მართალია ეს კერამიკის ის არის ქურა მაგრამ კერამიკის ესე იგი აი გაჩვენებთ აღნაგობას ზუსტად ასე აი აქაც ამ ჩვენს აღმოჩენილ კირის ღუმელში აი ესეთი ღიობებია თაღები გადადის ხედავთ აი აქ თაღები გადადის რამდენიმე წყვილი ეს უფრო დიდია უბრალოდ და ზემოთ ეწყობა ისა კირის ზოდები ანუ რო ვთქვათ პრინციპში ეს კერამიკის გამოსაწვევი და კირის გამოსაწვევი ღუმელები ძალიან გავს ერთმანეთს და იმის თქმაც მინდა რომ კარგად არ ვიცი მაგრამ ჩემი აზრი არის რომ ხანდახან შეიძლება იყენებდნენ იმისთვისაც და იმისთვისაც ეხლა იმიტომ კი არა მხოლოდ რომ ეს სამარხები გავხსენით ჩვეულებრივი და ჯერჯერობით ამის თარიღები არა გვაქვს ბავშვებს მაგრამ იქ პატარა მცირე ფრაგმენტები ჩანს რომ ეს არის განვითარებული შუა საუკუნეები ქალაქი აღარ არის და იქ სოფლებია უკვე ნეკრესი აღარ არის ამიტომ აღაჭირდებათ იმათ აღარც ეს ვისა კირის ღუმელი და აღარც სხვა დანარჩენი დიდი წარმოებები სხვათა შორის დამავიწყდა თავიდან მეთქვა რომ ეს ერთი არის ჩვენ მიერ გათვლით თორე როდესაც რელიეფს დაუკვირდით მთელი სერი გაყოლებაზე ასეთივე კონფიგურაციის ნაგებობების ნაშთებისგან შედგება ანუ იქ შეიძლება ასეთი გათვლის შემდეგაც გაყოლებაზე თან არც თუ ცოტა იმაზე რამდენიმე ასეულ მეტრზე მეტზე ეს არის კიდევ რაღაც ღუმელები, შეიძლება ზოგი კერამიკის იყოს, ზოგი კირის იყოს, ანუ ჩვენ საქმე გვაქვს საწარმოო უბანთან და რაც თავარია, ჩვენ აი აქ პოულობთ ისეთ კერამიკას იქვე აი აღმოჩენის დროს შიგნითაც აი უყურეთაშია საქმე წუნდებულ კერამიკასაც ვიპოულობთ დამტროულ გატეხილსაც უყურეთ ტყელ და სოლნებს და კალიფტერებსაც პოულობთ ისეთ ზუსტად ისეთ რაც ერთად აგებული არის დოლოჭოპის ბაზილიკა ანუ იმ პერიოდის მასალა ამოსული კერამიკა და თან ეს არ იცით არ გაინტერესებთ რისთვის არის ეს კერამიკისა ეს კერამიკა თან ჩატანებულებია ამ ქვებს შორის თავიდან ვერ მივხვდით რაში იყო საქმე მე ტექნოლოგიას რომ დაუკვირდით მივხვდით და გავეცანით ლიტერატურით რომ აქ ყოფილა თურმე ესეთი წესი რომ იმისთვის სტაბილიზაციის ტემპერატურისთვის აერიზაციისათვის შუაში ძველ გამოყენებულ კერამიკის და ნამტვრევებს განსაკუთრებით თიხას ესე იგი დებდნენ შიგნით იმიტომ რომ იმას არაფერი მოძიოდა ამ ტემპერატურაზე გამომწვარ პრამიდს და ეს ხო და ეს საჰაერო იმისავით მილებივით შიგნით ამ გროვებში სპეციალურად დებდნენ და მართლაც საიკიდეო დავაბრუნოთ აი ეს აი ამ ქვების აი კიდევ შეგახედებთ აი ამ ქვებში ჩატანებული იყო ისინი კრამიტების ჩანს კიდეც პირდაპირ და ესე იგი მართლაც ჩალაგებული იყო ამ წესის დაცვით. ამიტომ აი ეს კრამიტები რომ ვიპოვეთ, თარიღიც ჯერჯერობით პირველადი თარიღი და იქვე უკვე ძალიან მცირე ნატეხები გვერდზე ხედავთ კერამიკულ ნივთებს, ეს უკვე ნამტვრევები, უბრალოდ გარშემო გათხრისას საკამოოდ ისე იყო მიდამოებში ვიპოვეთ, სადღაც წინ ამ ქურისას. ქურა მიწაში იყო. კი ბატონო, ჩაფული იყო სანახევროდ თოღონდ. ზედანაწილი შეიძლება ამოშველიც იყო. როგორც ჩანს, ზედანაწილი ამოშველი იყო. აი ეს ჩაჭრილი იყო და თან ამოშენებული აგურით და გარშემო ალიზით შელესილი. რა თქმა უნდა, ყოველი შემდეგი პორციის ჩალაგების დროს იქ კირქვის თუ არ ვიცი სავარაუდი სახით შეიძლება ოდესმე იყენებდნენ კიდეც კერამიტისთვისაც, იმიტომ რომ ტექნოლოგია აბსოლუტურად გზავსია. ამ შემთხვევაში კირისთვისაა გამზადებული. თითქოს იდა გაყოლებას თუ ჩავთვლით პერსპექტიული ზეგლია იმითი რომ როგორც ჩანს მივადექით ქალაქ ნეკრესის საწარმოო უბანს სადაც აი ეს საშენი მასალები მზადდებოდა კრამიტიც აი ეს კირიც რომელიც აურაცხელი რაოდენობით დაჭირდებოდა ამ გიგანტური ეკლესიების და ნაგებობების მშენებლობას და ალბათ იქვე შეიძლება იყოს საყოფაცხოვრებო კერამიკის სახელოსნოც
აი თითქოს მაგენ დანაშენი შეეხება მის კონსერვაციას და შემდეგშიც იმედი გვაქვს რომ კაცმა რომ თქვას ის ბაზილიკა ის რა თქმა უნდა გადასარჩენია, მაგრამ ნაქალაქარზე ბოლოს და ბოლოს პირველად შეიძლება იზულებით ის რომ ქონოდა ახლა პირობები დოლოჭოპის გაგზელების იქ კიდევ გვერდითა ბოლომდე არ არის შესწავლილი, მაგრამ ამჟამად ამ პატარა ტაიმ-აუტმა მოგცა საშუალება რომ აი ესეთი სამეურნეო ნაგებობაც გაგვეთხარა და ქალაქის იმისთვის, ისტორიისთვის და ყოფისთვის და ეკონომიკისთვის, რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ აღმოჩენას და გარშემო კიდევ დანარჩენსაც თუ გავთხრით, ესე იგი შეიძლება რაღაც რამდენიმე საწარმოო უბანიც კი გამოჩნდეს სხვადასხვა ტიპის სამშენებლო მასალების. მადლობ ყურადღებისთვის. Goed, ik ben gewoon meer rood. Wat ook hier. რა თქმა უნდა გეთანხმებით, რაც პირველად რო შევხედე, მიონს გავსე კერამიკის გამოსაკრავ ქურას. ზუსტად ასეთი თაღით, ასეთი კონსტრუქციის ქურა გათხრილი აქვს ჟივალის არქეოლოგიური ექსპედიციის წევრებს. და გადმოტანილიც არის და აღდგენილია იმ სახით, თავდაპირველი სახით ჟივალის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზაზე დუშეთში მილახვიან ტყაში. თქვენ ახლა ძალეთ, რა თქმა უნდა, გეთანხმებით და აუცილებლად მაგ სიახლოვეს თუ კი არის ეს კერამიკის გამოსაკრავი ქურა, ბუნებრივია რომ იქვე უნდა იყოს სახელოსნო, ხო? სამეთუნეო სახელოსნო, ახლოს უნდა მიიტანო. მეორე თუ კი იქ არის კიდევ კირის ნედლეული, სადაც თუ მოიპოვება და არის, ესაც თქვენი პლევისაუბრად თემა იქნება სამომავლოდ, ხო და უფრო ალბათ კირის გამოსაკრავია, ვიდრე ამჟამად კირისა, რაც ვნახეთ კირისა არის ჩალაგებული. თუმცა ორივე შემთხვევაში იგივე დაუშვათ კრამიტის შეიძლება გამოიწვას და შეიძლება გამოიწვას კი ბატონო, ძალიან იდენტურებია. თქვენ ახლა გათვლის პროცესში ალბათ იქ დაგვტათ რაღაცა გროვები კირისისა და ნახტები გამოგვაქვს და ამიტომაც არა, შიგნითვე აწყია ის ლოდები ჯერ, შიგნითვე აწყია, ჩატვირთულია, მზად არის უკვე გამოსათვალად. ხო, კარიერი უნდა იყოს ახლოს ადმე რა თქმა უნდა. კი ბატონო. კარგი, მადლობა. ხო, ერთი დავამატებ, რახან ახსენეთ რომ ნედლეული რახან ახსენეთ, დაინტერესება იმიტომაც არის რომ აღმოჩნდა რომ ასეთი განსაკუთრებული ისა თვისება რომ თითქმის პირდაპირ გარდაიქმნება ცემენტად, განსაკუთრებული კირქვის ახასიათებს თვითონ დურუჯის ქვას. იქვე, საიდანაც ნასანაპიროზე რვა, ანუ უშრეტი მარაგი აქვს და რაც თავარია, ეს გაგზავნილი იქნა სხვათაშორის მე წინასწარ თითქოს გული მიგზნობდა, იქ მქონდა 10 წლებში საუბარი და ის ქვა გავაგზავნე ბელგიაში და ჩამოვიდა, აი იმაზე, ექსპერტიზაზე იყო საშუალება და ჩამოვიდა რომ ეს არის უნიკალური ქვა და ამდენ ხანია დავდივარ იქ და ვეუბნები დაიწყეთ ამის წარმოება, ცემენტის წარმოება, რა თქმა უნდა ეკოლოგიურად არ გაფუჭდეს იქაურო, მაგრამ ამ ქვას თურმე უდიდესი აქვს პოტენციალი დღესაც თანამედროვე, იმიტომ რომ ის ქვა პირდაპირ გადაიქმნება ცემენტად და მერე ზემსუბუქ ბლოკებად იქნება თურმე უმარტივესი ოპერაციით, რომელიც წყალში ტივტივებს და უმტკიცესია. აი საოცარი დასკვნა ჩამოვიდა. ანუ ეს იცოდნენ რას ვავდნენ და ეტყობა ის ქვებია ზუსტად ჩალაგებული, რომ საოცრად მაღალი შემცველობის კირის და კარგი ხარისხის კირი გამოდის. აი თარიღის აი ამ ქურის ასე ესე იგი ჩვენ აქედან ჩვენ ახლა რა თქმა უნდა სურვილი გვაქვს და დაუკავშიროთ რომ კერამიტები რაც იქ ვიპოვეთ გავს იმ კრამიტებს ტიპოლოგიურად და ზომებით ზუსტად ისეთია ეს და სამარხებისა არ იყო იცით ინვენტაროები აღმოჩნდა ჯერჯერობით უბრალოდ ვერა მაგრამ აი აქ რაც წინ პატარა კერამიკებია კრიალა ზედაპირი და წითელი პრიალიანი კერამიკით აშკარად მერვე საუკუნეს არ გადმოსწება ანუ ვიცით რომ ეს არის იმის დროს მურვანყაროს დროს ეს ქალაქი შეწყვიტა არსებობა და უკვე სადაც ახლა სოფელი იყო იქ რაღაც პატარა და ასეთი სტაციონარული ქურები ალბათ აღარ ჭირდებოდათ კირისა მადლობა თუ აღარ არის კითხვები, ახლობთ ბატონო და შემდეგ